უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან ერთად, რადიო იმედზე. მშვიდობის მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, დღეს სამშაბათი საღამოა და ტრადიციულად ყოველ სამშაბათს საღამოს ჩვენ გადაცემა ავანსცენაში ვსაუბრობთ თეატრზე და არაფერზე თეატრის გარდა და სწორედ საოპერო ხელოვნებას ეძღვნება ჩვენი დღევანდელი დღე. ძვირფასო რადიო მსმენელებო, თქვენ მოისმინეთ ლელა სარია, ქალბატონი მზია დავითაშვილის შესრულებით გენიალური რეზო ლაღიძის უქტავი ოპერა და სწორედ ქალბატონი მზიას საიუბილეო თარიღს ჩვენ რასაკვირველი არ დავასახელებთ თუ რა თარიღზეა საუბარი, საიუბილეო თარიღს ეძღვნება. დღევანდელი გადაცემა და მე მიხარია რომ სწორედ საოპერო ჩვენი ოპერის თეატრის ახალგაზრდა ლომები არიან ქალბატონ მზიასთან ერთად სტუმრა. ძალიან დიდი მადლობა ბატონი თამას საგინაძე, ბატონი სულხან გოლესიანი, ბატონი კახა თეთვაძე და ქალბატონი მზია დავითაშვილი. მოგესალმებით ბატონებო. მოგესალმებით. დიდი მადლობა მობრძანებისათვის და პირველს იუბილარ ქალბატონს შევეკითხები. ქალბატონ მზია, ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან სტუმრად. და ალბათ დავიწყოთ თავიდან. როდის
მიხვდით პირველად, რომ თქვენი ცხოვრება უნდა დაგეკავშირებინათ საოპერო ხელოვნებისადმი და გქონდათ ბერმა გადაწყვიტა, მაგრამ ხმა არ გქონდა და თქვენ ეს ბედნიერი თანხმედრა მოხდა. დიახ, ნუ საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, რა თქმა უნდა, გადავწყვიტე მაშინ ოლიმპიადები იყო ნიკა და არაჩვეულებრივად, ნუ როგორც მასწავლებლები იძახდნენ, კარგად მღერიო და ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ გამეგრძელებინა ერთ-ერთ მუსიკალურ სასწავლებელში. ეს იყო მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მეოთხე მუსიკალური სასწავლებელი. და იქ ჩემი პედაგოგი გახლდათ ანა ჩაჩანიძე. არაჩვეულებრივი პედაგოგი გახლდათ და აი, როდესაც მან მითხრა, რომ შენგან მომღერალი გამოვა, მე რა თქმა უნდა დავემორჩილე მას. და ზუსტად აი ისე კარგად მახსოვს, რომ ვამთავრებდი მეოთხე სასწავლო წელს, მაშინ ჩემმა პედაგოგმა ანა ჩაჩანიძემ მაჩუქა აბესალუმდა ეთერის კლავირი. აი ეს პირველი გამოშვება, რომელიც არის დღეს. დიახ. და იქ წარწერა ასეთი წარწერა გააკეთა. ჩემო მზია გისურვებ ეთერის პარტიის წინვალე შემსრულებელი გამოხვიდე. აი ასე აწერია ზუსტად. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ეს მე არც მიფიქრია თუ მართლა ამდენს მივაღწევდი. როდესაც სასწავლებელს ვამთავრებდი, მაშინ მოწვეული იყო ის კონსერვატორიის კათედრის უფროსი გახდა დავით ანდღულაძე. და როდესაც მომისმინა მე დიდი ქართველი მომღერალი არაჩვეულებრივი პიროვნება, კათედრის უფროსი იყო კონსერვატორიის და მაშინ აი პირველად რომ ვიმღერეს 4 ნაწარმოების იმ სასწავლებელში, აი ეს პირველი კონსერვატორიის კადრიო. ხო და ხომ აბარებსო და რა თქმა უნდა, დიახ, მეთქი ძალიან გამიხარდა. ნუ მე ჩემმა ანა ჩაჩანიძე პედაგოგმა კონსერვატორიიდან კიდევ პედაგოგების იყვნენ მოსული, ერთ-ერთი გახლდათ ჩემი პროფესორი მედეია გაბუნია, რომელსაც უთხრა, რომ ეს ცოტა ჯიუტი მოსწავლიაო, იმიტომ რომ გასტროლებზე დავდიოდი ხოლმე, მე ვმღეროდი, ესტრადას ვმღეროდი და იცოდეთ, რომ ამას ნამდვილად კარგი მონაცემ, ამას მე მოუვლიო მედეია გაბუნიამ თქვა და მართლა კონსერვატორიაში რომ ჩავირიცხე, მესამე კურსზე ვიყავი კონსერვატორიაში, ამიერკავკასიის კონკურსში მივიღე მონაწილეობა და პირველი ადგილი ავიღე, ნუ რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის თანაც ერევანში. არა საქართველოში. ხო, არა საქართველოში, მაშინ ერევანში იყო ეს კონკურსი. შემდეგ როდესაც დავამთავრე 5 წლიანი იყო მაშინ კონსერვატორია და მე ვიმღერე საოპერო სტუდიაში ზაქარია ფალიაშვილის ოპერა დაისში მაროს მთავარი პარტია. დიახ. ეს მიდიოდა მთლიანი სპექტაკლი. ეხლა მიდიას შეიძლება ნაწყვეტები, მაგრამ მე მთელი სპექტაკლი ვიმღერე და აი ამ სპექტაკლით ჩამრისხეს საოპერო თეატრის დასში. ისეთი ადვილი არ იყო და რთულად მისაღწევი იყო. დიახ. და აი სიცხალობა იყო, რომ თეატრში მისულიყავით, მაინც კონკრეტულ ადამიანების. არა, ისეთ რა წყალობა, ეს ჩემი თქვენი ნიში უპირველეს ყოვლისა. პირველ რიგში რა თქმა უნდა, ეხლა ჩემი ძალიან დიდი ისეთი სურვილი მქონდა, სულ მიხაროდა, რომ აი ეს დაისი, რადგან ასე დავზლიე, ძალიან რთული სპექტაკლია. და ნუ ჩემი პედაგოგი რა თქმა უნდა სულთან დამყვებოდა ყოველთვის ყველგან და ეს არ დამაიწყდება, ჩემი პირველი პარტნიორი დებიუტი იყო ბატონ ზურაბ ბანჯაფარისთან, სახელოვან მომღერალთან, არაჩვეულებრივი პიროვნება, ნუ ჩემგან რა გესწავლებათ, ეს მსოფლიო დონის მომღერალი გახლდათ. და იქაც ისეთი კურიოზი მომივიდა. აი კურიოზებზე და პარტნიორებზე ოდნავ მოგვიანებით ეხლა მე მინდა თქვენს ახალგაზრდა კოლეგებს შევეკითხო. ბატონ თამაზ, აი ხშირად ხდება ხოლმე თეატრი რთული დაწესებულებაა, ხო? დრამატულიც და მით უფრო საოპერო, ხო? მანამდე არ უხარიათ ხოლმე ზოგ შემთხვევაში ახალგაზრდების მოსვლა. იავარდით არ ხდებიან ხოლმე. როგორ დაგხვდათ კალბატონი მზია თეატრში და როგორ მიიღო მან? ხო, მე შემიძლია. სულ რამდენი მეწვით ახალგაზრდები რო ერთი ოთხი მე ბევრად უბრალოდ გამოვიყურები ჩემი ჭაღარით ვიდეოზია. ხო, მე აი ძალიან გულსხმელად მინდა ვთქვა, რომ ერთადერთი არა, მაგრამ რამდენიმე აი ნათელწერთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული მზია იყო მის დავხვდა თეატრში და ძალიან მალე ის ჩემი უახლოესი პარტნიორი გახდა დონჟუაში. მე ვიყავი დონოსტავიო, მზია იყო დონა ანა და რომ აი ეს მასთან ურთიერთობა, მასთან სცენაზე დგომა ერთი სიამოვნება იყო.
არა მარტო სიმღერისგან, არა მარტო იმიტომ რომ ის კარგი პარტნიორი იყო, ის კარგი მეგობარი იყო და კარგი მასწავლებელი იყო კარგი გაგებით, თუ შეიძლება ასე იყოს, იმიტომ რომ გასავლიდა ყველაფერს, სცენაზე მოძრაობას, როგორ უნდა მოქცეულიყავი, რა უნდა გაგეკეთებინა. მისი სიტყვა, მისი ის დარიგებაც სწორი შენიშვნები. ეს იმდენად გულწრფელი და იმდენად მართალი იყო, რომ ყოველგვარი ტკივილის და ცუდი განცდის გარეშე იღებდი ამას. ეს იყო აბსოლუტურად გულწრფელი ხალასი დამოკიდებულება და ეს მისი ბუნებიდან გამომდინარეა. თვითონ არის ძალიან ხალასი ძალიან მეგობრული ძალიან თბილი და ყველა ძალიან გვიყვარს. დინესოლი დიდი მადლობა ბატონო სულხან თქვენ როგორ გაიხსენებთ ქალბატონ მზიასთან მუშაობის პერიოდს? ქალბატონ მზიაზე ძალიან ბევრია სასაუბრო, ალბათ დილამდე ვერ დაამთავრებს კაცი, მაგრამ რამოდენიმე დეტალს აღნიშნა, ჯერ ერთი რომ სტუდენტი რო ვიყავი და დავიწყე თეატრში სიარული, მოიხიბლე ამ ქალის შესრულების მანერით, ამ ქალის სიმღერით და არ არსებობდა მისი სპექტაკლი გამომეტოვებინა და ნუ ერთნაირი ოსტატობით ასრულებდა ელიზავეტას, აიდას და მაროს და ეთერ და ნუ არ ვიცი, გადასარევი მომღერალი და როგორც პარტნიორი ხა ჩვენ სცენაზე ისე არ შევხვდივართ ერთმანეთს, მაგრამ არ დამავიწყდება ჩემი პირველი სპექტაკლი 2013 წლის 18 აპრილი, ტრავიატა თავად გავარ კულისებში უნდა შევიდე, ჩემი დროა, მადამი ჯელავალ და შევიდე და უცებ ხრებში ვიღაცამ წვდა და მოტრიალდი და ქალბატონი მზია რა, ჩემს უკან და აღნებოთ ქალბატონი მზია მე ისეთი პანჩორი ვისი სცენა ვეღარ გამგამდე, შეიძლება პირდაპირ შემისრულო სცენაზე. აი ეს პირველი სიტყვები და მე აღნიშნა რომ ისეთი თბილი დამოკიდებულება ჰქონდა ყოველთვის ხარდაჭერა თამაზმას აღნიშნა, ხო? ისეთი მხარდაჭერა ყოველთვის ვხედავდი რომ რომღეროდი რეპეტიციას თუ სპექტაკლს იყო იქიდან გამოდიოდა ბაქებდა და აი სტიმული იყო ჩემთვის ქალბატონი მზია დიდი მადლობა რომ დღეს მე აქ ვარ და ულოცა და ვეფერები სიყვარული გაიხარე ბატონო კახა სორდაი ქალბატონ მზიას ხასიათისთვისებაც რომ თავისი თაობა და უფროსი კი არ მოიყვანა მას ყოველთვის სწრაფა ახალგაზრდებთან და მის თანამედროვეობა სწორედ ამაში მდგომარეობს თქვენ როდის შევხვდით პირველად ქალბატონ მზია მე ოპერის თეატრში მივედი 2001 წლიდან ჩემთვის და ალბათ ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო როგორც კარგი მომღერალი მე უყურებ უფრო აი პიროვნებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მე არ მახსოვს აი განსაკუთრებული დამოკიდებულებას გრძნობდი ყოველთვის ამ ადამიანისგან. თეატრი თქვენ როგორც ზანეთ რთული ორგანიზმია, ძალიან რთული. იქ სხვადასხვა ადამიანები, სხვადასხვა ხასიათები, თავიანთი განწყობილები, დამოკიდებულებები, აი არ მახსოვს ერთხელაც რომ ქალბატონ მზიასგან აი ფორმა კი არა ის რომ აი კარგი დამოკიდებულებით აი მართლა ამ განწყობას გრძნობდი რომ აი არ მახსოვს ერთი დღე ერთი სპექტაკლი ერთად გვაქვს აიდაში ნამღერი და მე გვიან შემოვედი მეტად იმიტომ რომ 2002-ში დავამთავრე მაგრამ 2001 წელს შემოვედი თეატრში და აი ყოველთვის ძალიან თბილ და მართლა გულით დგომას გრძნობდი ამ ადამიანისგან მომღერალში ეს არის ჩემთვის და ბევრი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარე, იმიტომ რომ შეიძლება იყო კარგი მომღერალი, მაგრამ რაღაცები ღირებულებები ისეთი ფორმის არ ქონდეს და აი აქედან მოდის ეს ადამიანი ჩემთვის და აი ბიჭებმაც ესე აღნიშნეს, ეს არის ყველაზე მთავარი და გენიალური ხმის პატრონი, ეხლა ორი აზრი არ არის, მართლა ულამაზესი ტემბრი, მომღერალი არაჩვეულებრივი, აი და პიროვნება რაც თავარია წლებია უკვე ესე მოვდივართ ჩვენ და აი რამდენი წელი 14 წელი გავიდა რაც თეატრში ვარ ერთი აი ხო შეიძლება გახსოვდეს ერთი რაღაც გულისკენაზე ალბათ აი ცოტა რაღაც არ ყურადღება რაღაც გრძნობდი ყოველთვის და რაღაც აი არ არსებობდა რა აი წლები სულ აი ესეთი რა ძალიან რთულია რომ ხელოვნებაში შეიცხოვრო რომ ესეთი ვალიდატობის არის აუცილებელი. ე ბატონო მე ღიმილის გარეშე მზია არ მინახავს რა. რა არ არსებობს ადამიანი რომელსაც რაღაც თავის პირადი პრობლემა არ ქონდეს. აგინა ოჯახში განწყობა ხო აურა. თეატრში შემოდიოდა ის იმ სამყაროს გმნიდა რომ შენც უნდა გაგეღიმა, შენც უნდა ყოფილიყავი განწყობილი იმისთვის რომ აქ ხარ, იმიტომ რომ გიხაროდეს. გაიხარე. სულ ცოტა ხნით ქალბატონო მზია ასე ღიმილით რეკლამას დია. ღიმილიანი რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით, დაგველოდეთ. ავასცენა. ნიკა წულუკიძესთან ერთად რადიო იმედზე.
დაგიბრუნდით ისე ძვირფასო რადიო მსმენელებო, ქალბატონ მზია დავითაშვილს ეძღვნება ჩვენ დღევანდელი გადაცემის პირველი ნაწილი, მის საიუბილეო თარიღს იგი ახალგაზრდა კოლეგებთან ერთად არის ჩვენთან სტუმრად მოსული და ჩვენ ახლა ბათუმიდან გვერდება პირდაპირ ეთერში ქალბატონი მარინა ჯახუტაშვილი, საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბათუმის. ქალბატონო მარინა, მოგესალმებით. მოგესალმებით ნიკა. ძალიან დიდი მადლობა რომ მოიცალეთ და იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას და ჩვენ დღეს საუბრობთ ქალბატონ მზიაზე, მის იუბილეზე და აბა როგორი იყო თქვენი შეხვედრა, თქვენი დახასიათება ქალბატონი მზიასადმი. მე მინდა მიულოცო მზიას ეს საიუბილეო თარიღი, ძალიან მიყვარს. მართალი გითხრათ, ჩემი პირველი სიყვარული და უფრო სერიოზულად რომ შემეხედა ოპერა, იმიტომ რომ ბავშვობაში უფრო ესტრადაზე და როდესაც მოვეწყე კონსერვატორიაში პირველად გაკვეთილზე, როდესაც მივედი, მზია იყო ჩემს პედაგოგთან გაკვეთილი ქონდა და იმდენად აღვთოვანდი, რომ ჩემს უთხარი, რომ აუცილებლად მე საოპერო ხელოვნებას ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევს და ჩიოსანზე მეცადინეობდა მახსოვს პარტიაზე და ვიყავი აღვთოვანებული და ჩემი პირველი საოპერო თეატრში სპექტაკლის ნახვა იყო ლელა, რომელშიც მონაწილეობდა მზია და ამის შემდეგ კიდევ უფრო დიდი სიყვარული მქონდა ოპერის საოპერო ხელოვნებას. ესე რომ მზია იყო ჩემი პირველი როგორც საოპერო მომღერალი ფავორიტი. რომელიც მოისმინეთ ჩვენ რადიო მსმენელებს ჰქონდათ საშუალება რომ სწორედ ლელას არია მოესმინა გადაცემის დასაწყისში. რომელს გამოარჩევდით ქალბატონ მზიას შემოქმედებაში? მე მგონი ლელა მაინც მისი სავიზიტო ბარათია, მაგრამ კი, ნამდვილად სავიზიტო ბარათი იყო და სხვა შორის აი ჩიოსანის ძალიან კარგად გამოსდიოდა მზიას ჩიოსანის პარტია. რითიც მე აღვთოვანებული ვიყავი და აი სერიოზულად ვიფიქრე, რომ მე აუცილებლად საოპერო ხელოვნებას ძალიან სერიოზულად უნდა ვეზიაროთ. მადლობა მარინა. გილოცავ, მე ვიცი როგორც პედაგოგი ძალიან კარგი ხარ აგრეთვე პედაგოგიურ მოღვაწეობაში და რა ვიცი, ყველაფერ კარგი გისურვებ, წარმატებებს და ვიცი ხარულზე ჯანმრთელობა. გაიხარე ჩემო მარინა, მადლობთ კინესალი, მადლობა. დიდი მადლობა ბათუმისდან გვერდებოდა ქალბატონი მარინა ჯახუტაშვილი, ბათუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ქალბატონი მზია, წეგან დაიწყეთ პარტნიორებზე საუბარი, ბატონ ზურაბ ბანჯაფარიძეზე ბრძანებდით და რაღაცა კურიოზი ახსენეთ და აღარ დაგსალდათ. აუცილებლად უნდა ეს კურიოზი მოყვე. მივდივარ თეატრში, დებიუტი მაქვს და ყოველთვის მოვდიოდი ჩემ პედაგოგთან სახლში, მომღერდებოდით და ერთად მოვდიოდით. მაგრამ იმდენად გამხდარი ვიყავი, რომ 42 კილო ვიყავი მაშინ. და არაფერი არ მეტყობოდა, არც მკერდი, არაფერი და ლამარაჭყონიას კაბა ჩამაცვეს. და ჩემმა პედაგოგმა ათქვა, რომ ცოტა მკერდი მაინც გამოგიჩნდესო, და ადგა თავისი ბამბით, შულქებით, რაღაცები გააკეთა ეს მკერდი. იმპროვიზებული. და დადო მაგიდაზე. ეს თავისუფლების მოედანზე ხდება ეს სახლიდან წამოვიდეთ. ახლა ჩამოვედით, დაბლა მოვდივართ. და თეატრში წავიდეთ, ტაქსი უნდა გავაჩეროს მედეამ და ჩემმა პედაგოგმა ხარისმა ნახელში ამყოფოს მედეა გაბუნია. და მაღლა მეორე სართულიდან თავისუფლების მოედნისკენ კოლაბიძია, მისი მეუღლე, განდასლოს ხმესმა მისი სულით მედეა ყვირის შეწუხებული ხმით და შეეშინდა რა მოგივიდა კოლია რაშია საქმე? მზია ძუძუები დარჩა მაგიდაზეო. აი ეს არ დამამიწყდება. როგორ ჩაიარა დებიუტმა და ახლა დამთავრდა მესამე მომიკლეს მალხაზი და ფტირი მწუხრი დაიწყო, ჯერის მწუხრი რო დაიწყო, ის მთელი ამბავია. დავიჩოქე თუ არა და ამხელა ბულავკა მქონდა უკან და რო გაიხსნა, რა თქმა უნდა კარგად მე ძალიან კი ესეც მაწუხებს თან მუხლის ჩოქებზე მღერი მწუხრი დაიწყო საშინდელი ხო რთული სამღერი და ახლა ზურიკო ანჯაფარიძე ესე ცალით იყურება ასე და დაბლიდან ესმის გასვა რომ უნდა დაიწყოს მწუხრის შესავალი ხომარის და იქიდან მესმის რაშია საქმე მეუბნება ზურიკო ხო არ მეტყვი რა შესაძლოა და გადაიხედა და მედია გაბუნიაზის სუპერიორის ორმოში და იქიდან მანიშნებს ოსმაზლეს თო აი შენივრად ჩაიერა რა თქმა უნდა ღვთისწყალობით და ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო რომ ბატონ ზურაბ ბანჯაფარიძესთან მღეროდი რა თქმა უნდა პირველ რიგში მისი რიდი უფრო მქონდა ვიდრე მაყურებელთან კავშირი აი ასეთი
კურიოზი შეხვდა იყო. კიდე ვინს გამოარჩევდით პარტნიორებიდან, აი ყველაზე ისიც რა ხშირად ვისთან გიწევდათ? ხშირად მიწევდა, რა თქმა უნდა, თემურ გუგუშვილთან, ელდარისთან, გეწაძესთან, თამარა გურგენიძესთან, მანანა ეგაძესთან. კარგი პარტნიორები იყვნენ ესენი ჩემი, ალეკო ხომერი, რა თქმა უნდა, ჩემი მეგობრები ძალიან კარგ პარტნიორობას მიწევდნენ და სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ძალიან მადლიერი ვარ მათი. და აქვე არ შეიძლება არ ვახსენოთ ქალბატონზე დღეს უკვე თქვენი შვილი აგრძელებს თქვენს გზას და სწორედ ახლა საოპერო თეატრის გახსნაზე იმღერა აბესალომზე. დიახ, აგრძელებს, მაგრამ ისე აქტიურად და ღირსეულად გაგრძელა სახელოვანი ბებიის რა სიტყვით გიორგი. გაიხეთ, იცით რა, მეოთხე კურსზე გახლავთ კონსერვატორიაში პროფესორ და მომღერალ თემურ გუგუშვილის მოსწავლეა და ძალიან რა თქმა უნდა პატივსცემს კი რა ძალიან უყვარს მასთან მუშაობა, შრომობს და დაუღალავი მშრომელია, რაც შეეხება თვითონ გიორგის. და მე ძალიან გახარებული ვარ, რომ ასე მოწადინება ახალგაზრდის მე მაგალითად იშვიათად მინახავს. იმიტომ კი არა რომ ჩემი შვილია და ვაკებ ნამდვილად ღირსეულია. და რა წარმატებები უსურვოთ კი ხო საოცარი მონაცემების ძალიან ლამაზი ტემბრის პატრონია გიორგი ფაქტურად ფიზიკური ისეთი აქვს ნამდვილი ბარიტონია და მე დარწმუნებული ვარ რომ დიდ წარმატებებს მიაღწევს. დიდი მადლობა, გაიხარეთ. ზიაშვილიშვილის ვარაია შეიძლება შესანიშნავი ხმის პატრონი. შესანიშნავი. აი ნამდვილი ხმა. პერსპექტივა აქვს ნამდვილად. ისეთი გენისთან მოდის, რომ სხვანაირი არ შეიძლება ნამდვილად იყოს. ქალბატონზე, აი ეხა ახსენეს ლელა ჩიოშიოსანი ხო, აი თქვენთვის განსაკუთრებულად, აი ყველაზე რომელი ნარე გიყვარდათ? ჩემი უსაყვარლეს ისიც რომ მე თითქმის ყველა მიყვარდა, ლელა აბესალომდე ეთერი არაჩვეულებრივი ძალიან მიყვართ ეთერის პარტია, აიდაში აიდა აი ძალიან გამორჩეულად, ესე იგი, ხომ გითხარით, ყველა იყო ჩემთვის გამორჩეული. მინდიაში მზია ძალიან მიყვარდა. მზიას პარტია. ძალიან ბევრი კარმენში მიქაელა არაჩვეულებრივი, აი ის ურთულესი იყო და სიამოვნებით მღეროდა. ჩემთვის არ არსებობდა მაღალი ბგერის, აი რომ შემშინებოდა პირიქით, მიხაროდა რომ მივდიოდი მაღალ ბგერაზე, ვიხსნებოდი და მიხარ სიხარული იყო. სკოლა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ვალერიან ქაშაკაშვილის სკოლიდან მოდის ეს ჩვენი გენი, ჩემი პედაგოგის, მედია გაბუნიას პედაგოგი იყო, თენგიზ მუშკუდიანის პედაგოგის ვალერიან ქაშაკაშვილი და აიქიდან მოდის ეს გენები. რაც სწორ ტექნიკას ასწავლის, რაც აუცილებელია მომღერლის. ნიჭი ბევრს აქვს, მაგრამ მე იმას სწორედ მართულება უნდა მისცემა. მე ცოტა ესეთი გამოსვლები მაქვს, მაგრამ უნდა ვთქვა აუცილებლად ძალიან დასანანია, რომ ზია დავითაშვილის დრონის მომღერალი და პედაგოგი არ არის კონსერვატორიის კედლებში დამუშავოს პედაგოგად. არ შეიძლება ეს არის მე ვიტყვი დანაშაული. და ასეთი მოსაძიებელია ასეთი მარგალიტები და მისაყვანია კონსერვატორიაში. ეს არის ჩემი პირადი აზრი. მადლობა სულხან. ჩვენიც ანალოგიურად. მარტო შენი კი გეცა. და ძალიან ბევრი იქნება ეგ. უბრალოდ ახლა ჩვენ ვზივართ აქ. მით უმეტეს ხმები ნამდვილად უამრავია და ამ ხმას სჭირდება სწორი განვითარება, სწორი გზით. მაგრამ ქალბატონზე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა მუსიკალურ წლებში კი ანიტა რაჯულიშვილი აღმოჩენილი არის ალექსი მაჭავარიანის ხელოვნების 26 სკოლიდან. აი არაჩვეულებრივი, ნამდვილად იქ საბადოა იმ სკოლაში ეს ყველაფერი რომ ისოდეთ თქვენ, არაჩვეულებრივი ხელოვნების სკოლა და აი ას მართლა ძლიერია. ნამდვილად ძლიერია. ანიტა ძალიან თქვენი მოსწავლეები რო ჩამოთვალოთ კი ძალიან ბევრი მოსწავლეები ანიტას გარდა არის კიდე ჩემი აღზრდილია თეა დანელია დიახ თეონა დვალი გიორგი ანდღულაძე კიდე ხარ დამრჩეს კიდე ძალიან ბევრი არიან და აი ახლა არ გამომრჩეს ბექა კიდე გოგინაშვილი ბექა არაჩვეულებრივი ძალიან კარგი მოსწავლეები მყავს. ეხლას არის არაჩვეულებრივი კლასი მაქვს და ნიჭიერთა ასლში ძალიან ნამდვილად კიდევ ბევრს აქვს. ბესმათნას
ამინ. ქალბატონომზეა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ მოვბრძანდით ჩვენთან სტუმრად და ჩვენ ასევე გვაქვს ერთი არაჩვეულებრივი ნომერი თუმცა ჩვენ ახლა სულ ცოტა ხნით დავუთმოთ რეკლამას დრო და შემდეგ დაგიბრუნდებით და დავასრულებთ ამ ნაწილს. ავანსცენა ნიკა წულუკიძესთან ერთად რადიო იმედზე. კოლეგებს და განსაკუთრებული მადლობა ჩემს ნიკა წულუკიძეს მოწვევისათვის. უღრმესი მადლობა. მადლობა თქვენ რომ მოვბრძანდით, დიდი მადლობა ბატონებო და ჩვენი რადიო და ტელევიზია ყოველთვის აქტიურად აშუქებს საოპერო თეატრის სიახლეებს და კიდევ ხშირად გელოდებით ჩვენთან. სტუმრად ახლა კი მოусმინოთ ისევ ქალბატონ ზიას და სულ მალე დაგიბრუნდებით. ავანსცენა ნიკა წულუკიძესთან ერთად რადიო იმედზე. დაგიბრუნდით ისე ძვირფასო რადიო მსმენელებო და ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვაშუქებთ ხოლმე სტუდენტურ თეატრალურ სპექტაკლებს და რასაკვირველია ერთ-ერთი უპირველესი სწორედ გპ-ის თეატრი. გახლავთ რომელსაც ძალიან დიდი ტრადიცია აქვს და მე მგონი სოფლიოში არ დარჩენილა თეატრალური ქვეყანა სადაც საგასტროლოდ არ ყოფილიყვნენ ისინი. ჩასული ეს ყველაფერი ბატონ ნუგზარ ბუსტუკიძის დამსახურებაა და მისი ახალგაზრდა ფრთა ყავს სტუმრად ბატონ ნუგზართან ერთად. მოგესალმებით ბატონ ნუგზარ. მოგესალმებით მსმენელს, მოგესალმებით თქვენს არაჩვეულებრივ სტუდიაში მყოფ
ყველა ახალგაზრდას და ჩვენ ბატონო ნიკა და დიდი მადლობა ყველაფერს. რა ზანეთ. დღეს ორი პრემიერა გქონდათ, უბრალოდ ერთი სპექტაკლის ორი ჩვენება გქონდათ და ესე დაგლილები მოვიდნენ ჩვენთან სტუმრად და სანამ თხოვდე ბატონო გზარს რომ გაგვაცნოს მისი დასის წარმომადგენლები ან თვითონ გაგვეცნობიან ახალგაზრდები, მანამდე უნდა ვთქვათ რომ თითქმის ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან აქტიურად მოგზაურობს ეს დასი და ძალიან ბევრ არათეატრალურ პროფესიონალ ადამიანს აყვარებს ამ პროფესიას და უმეტესი მათგანი კარგი მაყურებელი და ზოგიერთი კარგი არტისტიც კი დგება ხოლმე ხშირ შემთხვევაში. ბატონო გზა, რა სპექტაკლი იყო დღეს და როგორ მიიღო მაყურებელმა? იცით, მართლაც წარმოუდგენელი მიღება იყო მაყურებლისგან და განსაკუთრებით ბავშვებისგან, იმიტომ რომ მთელი საათის განმავლობაში მთელი ეს საოცარი ანშლაგი ერთი მეორეზე იჯდა მაყურებელი ბავშვები მშობლებს კალთაში პედაგოგები და თქვენ წარმოიდგინეთ რომ ჩვენ ეს სპექტაკლი გავაკეთეთ თითქმის 10 დღეში იმიტომ რომ ჩვენ თვითონ წერდით სცენარს იმ წუთში ხდებოდა ამ გმირების ჩამოყალიბება იყო ზღაპარი იყო ესეთი ჩვენს მიერ მოგონებული რაღაც სიუჟეტები იმპროვიზაციები და თქვენ წარმოიდგინეთ რომ რაღაც საოცარი წარმატება ჰქონდათ მაგრამ მე ძალიან დავეღალე ძალიან მინერვიულე ეს თანახავს პრემიერის დღეს და ვარ ძალიან გახარებული და ბედნიერი იმიტომ რომ როცა ბავშვები განსაკუთრებით გახარებულები და ბედნიერები გადიან დარბაზიდან ეს არის ყველაზე დიდი მე გუშინ თვალით შევხედე დეკორაციას და კოსტუმებს და ისეთი გრანდიოზული ვახმეტელის დროინდელი თეატრი გამახსენდა იმიტომ რომ მთელი სცენა ჩაცმული იყო პედაგოგებმა აღნიშნეს იმიტომ რომ ერთადერთი რასაც არ ვაკეთებთ ხალტურას ეს არის ბავშვთან აუცილებლად უნდა იყოს კოსტუმირებული აუცილებლად უნდა იყოს კარგი დეკორაცია და ის ყოველგვარი რაღაცა და ზუსტად ის ჰეროიკული თეატრი ერგება კარგად ზღაპარს ბავშვს არ შეიძლება მოვატყუოთ თარია სცენაზე იყო დღე ეს არ შეიძლება ახალგაზრდებო მოგესალმებით და ზოგიერთი მათგანი ხვალწმოსილი მსახიობია მე როგორც ვაჩნე ხო კი არა უბრალოდ ეს მე-4 კურსია ეხლა და უკვე 4 წელი ეს დიდი დროა რო თეატრში მე დრო გავეცნოთ ეს სამივე თქვენი სახელი და გვარი გაგი მეგრელიძე გამარჯობა გაგი თქვენ გამარჯობა დავით გურგენაძე გიორგი ჭანტურია მოგესალმებით გაგი რას თამაშობდი და მე რამდენი სპექტაკლი იყო შენთვის ეს ზუსტად ცოტა მიჭირს რო გითხრათ იმიტომ რომ ალბათ საერთო ჯამში 10 სხვადასხვა პერსონაჟი მექნება განსახიერებული სცენაზე მაგრამ ესე რაოდენობით ვერ გეტყვით იმიტომ რომ ჩვენ თეატრს რეპერტუარში ქონდა თეთრი ბაირაღები მაგალითად რომელიც თუ არ ვწდები 60 ჯერ ვითამაშეთ მევხედამზეს რომელიც დაახლოებით მაგდენ ჯერები ამიტომ ეს ზუსტად ამდენჯერ დღეს დიდი თეატრები ვერ თამაშობენ და არავსებენ დარბაზს ეს დიდი ამბავია თქვენ მოწილებო მე ვთამაშობდი ჭინჭრაკას და ნუ რა თქმა უნდა ძალიან დიდი სიხარულია როდესაც ხედავ ამდენ გახარებულ ბავშვს ხიმილს მასახებზე და თითოეული ჩვენთაგანვე ვიყავით მართლების სცენაზე რამაც გამოიწვია ეს ტაში რომელიც ჩვენ დაგვიკრეს აი ამ ჩვენო პატარა მაყურებელმა მე ვთამაშობდი ვეფხის წყალოსნის გვირს ასე ვთქვათ დარიელს ძალიან საინტერესო როლი იყო ну რა თქმა უნდა ბავშვებზე იყო გაცვლილი და ფიქრობ რომ ყველას მოეწონა ეს ემოციებისგან გამომდინარე ვამბობ ამას რა თქმა უნდა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ტაში და ნამდვილად იყო ის დიდი ტაში დღეს ფულს პროფესიონალებს აღარ უხდიან არტისტობაში და ბატონო გზა აი როგორ არის მუშაობის პროცესი ეს მე როგორც ვიცი პლასტიკას გაზდიან მეტყველებას გაზდიან სასცენო მოძრაობას ხო ეს გადიან ყველაფერი იმას რასაც გადიან თეატრალურ უნივერსიტეტში ოღონდ ესენი პლუს იმას გადიან მაგალითად გაგი გახავთ ტელეკომუნიკაციების სტუდენტი და თუნა გახლავთ პოლიტოლოგი და დიპლომატიური და მშენებელია გიორგი ჭანტური. ესე იგი აი ზუსტად ამ თავიან ძირითადს ემატება ზუსტად პლასტიკა თქვენ წარმოიდგინეთ რიტმიკა რაც აუცილებელია სპორტული სამეჯლისო ცეკვები ჩვენთან იმის საშუალება არ აქვს რომ მარტო პლასტიკა რო იყოს ამიტომ სპორტი ჩვენ ორი კურდღლის დაჭერას ვცდილობთ
და რა თქმა უნდა მეტყველება ყველაზე მეტად. თუ დაგითვლიათ რამდენმა ბავშვმა თქვა პირველად პროფესიაზე უარი და გადაწყვიტა მსახიობობა თქვენი ამდენწლიანი თეატრში ყოფნის მანძილზე. ძალიან ბევრმა და თქვენ წარმოიდგინეთ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არა მარტო ინგლისშიდაც არიან სადაც თეატრში მოღვაწეობენ გერმანიაში ძალიან ბევრი და ნიუ-იორკში ნიუ-იორკის ქართულ თეატრში 75% არის გეპეის თეატრის დამთავრებული და იქ თქვენი ფილიალია პატრონატ. სპორტულ ცეკვებს ვერ ვაცეკვებთ რადიოში და შემთხვევით რამეს ხო არ წაგვიკითხა სტუდენტები? აი ეხლა ძალიან საინტერესო სპექტაკლი გეთდება, არის ასეთი ძალიან ცნობილი მეცნიერი, ჩვენი ყოფილი პრორექტორი გახლავთ, რეზო სტუროვა, აკადემიკოსი გახლავთ, მარკ შეიდრი გეოლოგი გახლავთ სპეციალისტი და მისი ამ ასაკში გამოჩნდა რომ თუნდაც მას შეუძლია ძალიან კარგად ლექსის წერა და გამოუშვა რამდენიმე კრებული. ნუ ეს შემთხვევით მეგობარია ჩემი და შემთხვევით ჩამივარდა ეს კრებული ხერხი. იმდენად საინტერესო იყო რომ ჩვენ სპექტაკლის გაკეთება დავიწყეთ პოეზიის სპექტაკლის, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება და მეგებად შევით ყველას ვისაც. აუცილებლად. და საინტერესოა და აი იქიდან ერთი ლექსი წაგვიკითხეთ. სიამოვნებით წაგიკითხავთ ერთ ლექსს, რომელიც მე პირადად ძალიან მომწონს. ვფიქრობ, რომ უფალი დღის ხიდზე გამიყვანს. ხვალამდე დამაცდის და მერე წამიყვანს. სამადლო საქმისთვის დიდი დრო არ მრჩება. და თუ არ ვიჩქარე, ვალებიც დამრჩება. მინდა რომ მოვასწრო სიკეთის დანახვა. მაცთურის სიამეს შევიძლო არ ნახვა. მოვასწრო გავიგო ფიქრები ეულის. ვიტკინო ტანჯველი ტკივილი სნეულის მივიდე მეძახის უმწეო მცხოვარი გზაზე რომ მორთხმულა გროშების მთხოვარი დროც. ბევრი არ მრჩება მომავალ დილამდე. მანამდე ხომ უნდა მივიდე შინამდე. და რადგან სიკეთე მთელი დღე ზარმაცობს, უფალი წინასწარ ბოლო დღეს არ მაცნობს. მადლობა უფალო, ნაჩუქარ დღისათვის, ლამაზი მიწის და მოწმენდილ ცისათვის. გმადლობთ. მადლობა შენ და ჩვენ აუცილებლად დავესწრებით იმ სპექტაკლს და ამ სპექტაკლის ნახვა როდის შეიძლება მაყურებელს რომლის პრემიერზე იყო და რა ერქვა არ გითქვა სახელწოდება სპექტაკლის და ნაკვალევს ვიმაშლის და ნაკვალევს ვიმაშლის საია სახელის პოეტი და ყველაზე მთავარი რაც არის ის ასეთ ლექსებს ახლავს არაჩვეულებრივი მუსიკა პირველი ჩემი სათაყვანები და ალბათ ყველას იდე ჩვენი საამაყო კიახანჩელის მუსიკა ჯანო კახიძის ბატო კახიძის და ჯემალ სეფიაშვილის აგრეთვე ამ სპექტაკლში გამოყენებულია გალაქტიონის სიტყვები ნატო მეტონიცის და რამაზ შხიკვაძის სიმღერები და ნაწყვეტები სპექტაკლიდან ჩანაწერები ეს ოქროს ფონდიდან მოპოვებულია და ძალიან საინტერესოდ მიდის ჯერჯერობით ცეკვავს კორდებალეტი ჩვენი არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად დიდი შრომა ჩაიდო თითქმის 2 წელი მუშაობ ბავშვები ლონდონზე მისულენ და თქვენ წარმოიდგინეთ რომ დღეს საბალეტო დასმენ ერთ ბალერინა იყო შემოსული მე ეს ბავშვები მე არ მახსოვს სახელზე იმას იქიდან არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები სხვა თუ არაფერი მარტო ამ გენიალურ ნაწარმოებებს რომ მოისმენენ და ეზიარებიან ეს ამავე დროს ეცახმე ქართველები გითხარით თუ რა იქვე არის არაჩვეულებრივი კომპოზიტორი ის თქვენ დრანგა არაჩვეულებრივი კომპოზიტორი ბეთჰოვენის ჩაიკოვსკის და დვორჟაკის ნაწარმოებები ბატონო გზარო აი უახლოეს პერიოდში თუ იგეგმება გასტროლები და სადმიდის თქვენი თეატრის დასი და სიურპრიზი ელოდება მაყურებელს. მაყურებელს ბევრი სიურპრიზი ელოდება, იმიტომ რომ ორი ახალი სპექტაკლის გამოშვებას ვაკეთებ, ვაპირებთ.
ახალგაზრდების ძალიან დიდი სურვილია, როგორც ყველგან, მაგრამ ამისთვის იცით თქვენ, რომ ძალიან კარგი მომზადება და დახვედრა ჭირდება იგივე შექსპირს, იკლავენ თავს გავაკეთებია კლასიკა. რა თქმა უნდა, გარსია ლორკა და ისეთი. მაგრამ კარგია რომ ამას კითხულობენ და რომ თხოვლობენ რასაკვირველია ყველაზე მთავარი. თუმცა შექსპირის კომედიებს და იქ საფხოლის ხამისიზმს რაღაცა შეიძლება. რაც შეეხება გასტროლებს, ესე იგი ალბათ უკვე გადაწყვეტილია რომ თურქეთის საერთაშორისო ფესტივალში ეს არის უკვე იყო სტუდენტთა და მოსწავლეთა თეატრების საერთაშორისო ფესტივალი, ახლა გახდა საერთაშორისო ფესტივალი, სადაც პროფესიონალებიც მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ თეატრი სხვა თეატრებთან ერთად საქართველოსთან არის საკმაოდ საინტერესო დასები წარმოადგენელი და ჩვენების მიიღებენ მონაწილეობას და გველოდება კიდე იტალიაში, რომსა და მალტაზე კუნძულზე საინტერესო ფესტივალი. წელს და გაიზარდა გერმანია ნამდვილად ვიცით რომ უკვე არის ივლისის ბოლოს ოლიმპის წელში თქვენ ხოიცით ესეთი ფესტივალები წლით ადრე კეთდება და იქნება ალბათ ბარსელონაში. ის გადამჩენია რომ წარმატება გისურვოთ ამ ბედნიერ მოგზაურობაში და ბედნიერ ფესტივალებში. ძვირფასო რადიო მსმენელებო, ჩვენ გპ-ის თეატრის დასებს საუბრობდით, სადაც ძალიან საინტერესო სარეპერტუარო პროცესი მიმდინარეობს. მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით ჩვენ ისევ ვისაუბრებთ მხოლოდ და მხოლოდ თეატრზე და სამშაბათამდე კი ერთმანეთს ისევ თეატრში შევხვდებით, რადგან თეატრი აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისათვის. კარგად გრძანდებოდეთ, ნახვამდის. უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან ერთად, რადიო იმედზე.